Minister. Again, how are you? Welcome in Berlin again. Welcome, Excellency. I'm Martin, I'm the President of the These people, they are refugees from Syria. Oh, really? მოგესალმებით. პატრიციამო საზოგადოებაო, ბატონო ფედერალურ მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. ჩემთვის ნამდვილად უდიდესი პატივია, რომ დღეს ბერლინის სახელგანთქმულ ბოდე მუზეუმში ერთად აღნიშნოთ საქართველოსა და გერმანიას შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის და ამ საზეიმო ვითარებაში ჩვენ გსურს ვისაუბროთ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდთან ერთად განხორციელებულ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტებზე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო აქ შეკრებულ ჩემს თანამემამულეებს, სწორედ ამ საოცრად ლამაზ ქალაქში, ამ სახელგანთქმულ მუზეუმში. სიმბოლურია, რომ სრულიად განსაკუთრებული სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობებისა და მჭიდრო კულტურული კავშირების აღნიშვნას დღეს ფონად გასდევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის თემა. სწორედ გერმანია იყო ის სახელმწიფო, რომელმაც ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში 1918 წელს. მან ერთ-ერთმა პირველმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. და მაშინ არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცდილობდა თანადგომა გაეწია ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, როგორც აღნიშნა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობამ მხოლოდ 3 წელიწად გასტანა. და გერმანია იყო ის ასევე ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს ჩვენი ქვეყნის მიერ აღდგენილ დამოუკიდებლობას ასევე აღიარებით უპასუხა. მინდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტსა და მთავრობას კიდევ ერთხელ გადაუხადო განსაკუთრებული მადლობა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვახსოვს ყოველთვის გერმანიის მხარდაჭერა ურთულეს დღეებში და პირადად ქალბატონი მერკელის მხარდაჭერა, მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. და მე პირადად საქართველოს მთავრობის სახელით, ასევე საქართველოს მთლიანი მოსახლეობის სახელით სრულს მადლობა გადავუხადო იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც გერმანია არ აღიარების პოლიტიკის მმართველობით იჩენს. ამასთან მე ვფიქრობ, გააჭირვებული არ იქნება თუ აღნიშნოთ, რომ რეგიონში დღესაც საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული მისწრაფებების განხორციელება. სწორედ ამ თვეში 27 ივნისს ჩვენ ხელს მოაწერთ ავსტრიების შეთანხმებას, რითაც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავალთ და დავიწყებთ ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნების პროცესი, რომელიც უკვე გახდა შეუცვლელი. რეალობა აჩვენებს, რომ დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავების ერთადერთი გზა ეს არის სოლიდური ევროპა და საერთაშორისო ჩართულობა. მე მახსენდება ბატონი ადენაუერის სიტყვები. ევროპის ერთიანობაზე ცოტანი თუ ოცნებობდნენ. მე ის ბევრისთვის იმდენად იქცა, იმედად იქცა, დღეს კი ყველასთვის აუცილებლობაა. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში თქმული ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით აქტუალურად ჟღერს. ბერლინში ჩემი ვიზიტის პარკლებში მქონდა პატივი შევხვდროდი გერმანიის მთავრობის და ბუნდესტაგის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. მე ძალიან მიხარია, რომ მსგავსი შეხვედრები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული
სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად ფართოვდება. ამავე დროს ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის მიმართ ინტერესის გაზრდა და გერმანული ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ დღეს ბერლინში გაიმართა საქართველოს გერმანიის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც საქართველოსი დაინტერესებული ბიზნეს საზოგადოება ესწრებოდა. მე მჯერა რომ ეს ფორუმი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და აქვე მინდა აღნიშნო რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იზრდება გერმანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, რაც მე ძალიან მახარებს. ქართულ-გერმანულ ურთიერთობას საგანმანათლებლო, კულტურულ, სამუზეუმო სფეროებსა და არქეოლოგიის დარგშიც საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. ჩვენთვის პირად ფასდაუდებელია ის ცვლილი, რომელიც 1817 წელს საქართველოში გერმანული დასახლებების დაარსებიდან მოყოლებული გერმანელმა მეცნიერებმა, არქიტექტორებმა, მხატვრებმა თუ საზოგადო მოღვაწეებმა შეიტანეს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებში და აგრეთვე საქართველოს ევროპული იდენტობის გამყარებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ განსაკუთრებული მზადება იმისთვის, რომ სათანადოდ მაღალ დონეზე აღვნიშნოთ 2017 წელს საქართველოში გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილე. ამ ეპოქის გერმანელთა მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მაგალითისთვის, თუნდაც იმ ფაქტის გახსენებაც კმარა, რომ კავკასიის მუზეუმი, რომლის მემკვიდრეც დღევანდელი ეროვნული მუზეუმია, რომლის დირექტორიც აქ გახლავთ, ბატონი დავითი, 1865 წელს დაარსა გერმანელმა მეცნიერმა გუსტავ რადემ. მას სამუზეუმო საქმეში შემოიკრიბა არაერთი გერმანელი მეცნიერი, რომელსაც ფასდაუდებელი 8 წელი მიუძღვით საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. უაღრესად მოხარული ვარ, ძურბასო მეგობრებო, რომ აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ადვილად გადაადგილებას და რაც თავარია, ხალხთა შორის ურთიერთობის განვითარებას და გაღრმავებას. რაც თავის მხრივ კულტურების დაახლოების ყველაზე ბუნებრივი და ერთ-ერთი ეფექტური გზა. გერმანია არის ნომერ პირველი ქვეყანა საქართველოში სასტიპენდიო პროგრამების დაფინანსების კუთხით. რაც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის მომავალში ინვესტირებას ნიშნავს. დღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროში არაერთი ქართველი მოღვაწეობს, რომლებმაც სწორედ გერმანული ფონდების მხარდაჭერითა და გერმანული სტიპენდიების საშუალებით მიიღეს ევროპული დონის განათლება. თუნდაც კარგი მაგალითია ის, რომ ჩემს კაბინეტში რამდენიმე მინისტრი მყავს, რომლებაც განათლება მიიღეს სწორედ გერმანიაში. გარდა ამისა, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე გერმანიაში ძალიან წარმატებულად მოღვაწეობს სხვა სფეროში. ეს წარმატებული ქართველები უკვე გერმანული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. და საერთაშორისო არენაზე ასახელებენ საქართველოს თავისი ნიჭიერებით. ასევე ძალიან მახარებს, რომ კულტურის საკითხებზე თანამშრომლობთ ქართულ-გერმანული შერეული კომისიის ფარგლებშიც, რომელიც გასული წლის დეკემბერში ბერლინში 10 წლიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა. რაც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს-გერმანიას შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ ვართ მზად და მე პირადად როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მხარი დავუჭიროთ საქართველოში გერმანული ენის გავრცელებას და მის პოპულარიზაციას. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივიღეთ განწყობა თბილისში გერმანულ საერთაშორისო სკოლას უფასოდ გადავცეთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში და გამოვთქვათ მზადყოფნას მომავალშიც ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. იმისათვის რომ თბილისში შეიქმნას ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სკოლა, გერმანული სკოლა. და როდესაც საუბრობთ ჩვენ საქართველოს-გერმანიას შორის კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე. შეუძლებელია გამორჩეულად არ აღნიშნოთ
ნაყოფიერი ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციონალური განვითარების ევროკავშირის twinning-ის პროექტის პროგრამაში. ამის თაობაზე უკვე ისაუბრეს ბატონებმა. ასევე მოხარულე ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად წელს 31 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით ევროპის კულტურათა მუზეუმში გაიმართება ქართული კულტურის დღეები, სახელწოდებით სუფრა დღესასწაული საქართველოში. ახლა კი მინდა დღევანდელი საღამოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე გადავიდე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს დაიწყება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული დაზიანებული წიგნების გერმანიაში დაბრუნებას სარესტავრაციოდ და გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანული მხარისთვის გადაცემას, ანუ დაბრუნებას. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო პროექტის განსახორციელებად საჭირო საკანონმდებლო ცვლილება და ჩვენ მზად ვართ უახლოეს მომავალში დავიწყოთ მისი განხორციელება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს შემოტანილი გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანელი ხალხისთვის დაბრუნება ეს არის ჩვენი მთავრობის და ქართული ხალხის კეთილინების გამოხატულება. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ მზად კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და დაიგეგმოს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები. ბატონო მინისტრო, მაქვს პატივი სიმბოლურად გადმოგცეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მე-18 საუკუნის ორი გერმანული წიგნი. და ბოლოს მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ბერლინში ოპტიმისტური განწყობით ჩამოვედი დღევანდელი შეხვედრების და ამ საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჩემს სამშობლოში კიდევ უფრო ამაღლებული განწყობით და ოპტიმიზმით და იმ იმედით ბრუნდები, რომ საქართველოს-გერმანიის ურთიერთობები ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება და უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდებიან. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ქართველი ხალხის საქართველოს მთავრობისა და ბერლინში საქართველოს საელჩოს სახელით დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და მასპინძლებს, რომელთაც ძალისხმევითაც დღეს ყველანი შევიკრიბეთ აქ ამ საზეიმო ვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას ბოდე მუზეუმში მობრძანებისთვის და გთავაზობთ ერთად შევსვათ საქართველოს, გერმანიის და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების სადელძელო ოდნავ მოგვიანებით. დიდი მადლობა. Verehrter Herr Ministerpräsident, liebe Frau Kollegin, Herr Botschafter, Herr Barzinger, Exzellenzen, meine sehr verehrten Damen und Herren, die beiden Bücher, die Sie, Herr Premierminister, mir gerade übergeben haben, die stehen nicht nur für eine ganze Bibliothek, sondern das sind Zeugen einer bewegten Geschichte mitten in Europa. Gedruckt in Leipzig und in Bremen im 18. Jahrhundert sind sie dann im Zweiten Weltkrieg von sowjetischen Truppen aus deutschen Sammlungen nach Tiflis geschafft worden. Dort sind sie zusammen mit Tausenden von anderen Bänden aus bedeutenden deutschen Sammlungen Jahrzehnte in den Kellern der dortigen Universitätsbibliothek überdauert.
Und es hätte wahrscheinlich gar nicht mehr lange gedauert, bis dieser Teil unseres kulturellen Gedächtnisses endgültig verloren gegangen wäre. Dass es nicht so kommt, das, Herr Premierminister, das verdanken wir Ihnen und dafür unseren ganz besonders herzlichen Dank. Es haben viele geholfen, aber am Ende sind es Sie, der den Weg dafür freigemacht hat, dass die Bücher wieder nach Deutschland zurückkehren können. Und diese Entscheidung, das wissen wir sehr wohl, das ist, weiß Gott, keine Selbstverständlichkeit in einem Land, dessen Menschen im Zweiten Weltkrieg schweres und schwerstes Leid erlitten haben. Das ist Ausdruck, Herr Ministerpräsident, von Vertrauen, inzwischen sogar Freundschaft, das unsere beiden Länder, Georgien und Deutschland, heute verbindet. Als Georgien 1991, Sie haben darauf hingewiesen, seine Unabhängigkeit erklärt hat, gehörte unser Land zu den ersten Ländern, die den jungen Staat mit seiner allerdings langen Geschichte anerkannt haben. Und seitdem sind wir uns in vielen Jahren gemeinsamer Arbeit näher und näher gerückt. Sie, Herr Ministerpräsident, waren erst vor wenigen Tagen zu Gesprächen in Berlin, heute den ganzen Tag. Und du, liebe Maja, bist in diesem Jahr auch schon mehrfach hier in Berlin gewesen, 4-mal, zeigt sie mir gerade, sozusagen mehrfach in einer Stadt, die du besser kennst als viele Berliner möglicherweise. Und, meine Damen und Herren, es ist kein Zufall, dass meine erste gemeinsame Reise, die ich mit meinem französischen Amtskollegen Laurent Fabius gemacht hat, uns ausgerechnet im April diesen Jahres nach Tiflis geführt hat. Georgien hat in den letzten Jahren unglaublich viel geleistet bei der Konsolidierung der Demokratie, bei der Umsetzung wirtschaftlicher Reformen und beim Brückenschlag zur Europäischen Union. Die Brückenpfeiler, Herr Ministerpräsident, die Brückenpfeiler sind gebaut. Das Assoziierungsabkommen zwischen Georgien und der Europäischen Union, das kurz vor der Unterzeichnung steht, ist dann die Brücke, die uns zukünftig noch enger verbindet. Und wir beide wissen und sagen auch heute, diese Assoziierung mit der Europäischen Union richtet sich gegen niemanden. An einer Politik des Entweder-Oder im Osten Europas haben wir beide, Deutschland und Georgien, kein Interesse. Deshalb soll und wird das Assoziierungsabkommen Georgien natürlich auch in Zukunft nicht daran hindern, seine wirtschaftlichen und politischen Beziehungen mit anderen Nachbarn weiter zu pflegen. Und das gilt natürlich, darüber haben wir vor 3 Tagen abends gesprochen, das gilt natürlich auch für die Verbindungen mit Russland. Georgien und Deutschland wollen keine neue Spaltung Europas, aber erst recht keinen Rückfall in das Denken von Einflusssphären und in Machtblöcken. Was wir wollen, aber meine Damen und Herren, an alte Verbindungen anknüpfen, das wollen wir. Die Partnerschaft, die Deutsche und Georgier verbindet, das ist seit langem gelebter Alltag. Auf einen Teil der Historie, Herr Premierminister, haben Sie hingewiesen. Es gibt noch einen anderen Teil, der vielleicht weniger bekannt ist. Der Weltkonzern Siemens eröffnete im 19. Jahrhundert eine seiner ersten Zweigstellen, weltweit überhaupt, nicht etwa in New York und nicht in London, auch nicht in Paris, sondern wo? In Tiflis. Und Sie haben darauf hingewiesen, auch die Beziehungen zwischen unseren jungen Leuten wachsen. DAAD-Stipendien sind eine Hilfe, aber es ist auch das gegenseitige Interesse aneinander. Heute studieren rund 3000 junge Georgier und Georgierinnen in Tübingen, Münster,
und natürlich gerade und auch hier in Berlin. Das ist eine Ermutigung für die Zukunft und es erlaubt uns eine Gegenwart mit solchen Tagen, mit solchen Abenden wie heute. Bei der Rückführung der deutschen Bücher aus der Universität Tiflis werden in den nächsten Monaten Bibliothekare, Museumsfachleute und Restauratoren aus Georgien mit ihren Kollegen von der Stiftung Preußischer Kulturbesitz zusammenarbeiten. Sie werden gemeinsam die alten Bände sichten, reinigen und das gelingt hoffentlich, den Eigentümern zurückgeben. Das wird ein echter Kraftakt werden. Das wird auch, Herr Barzinger, ein bisschen Zeit erfordern. Aber ich bin mir sicher, es lohnt sich zur Wiedergewinnung dieses kulturellen Gedächtnisses, das in den Büchern verkörpert ist, und es festigt die Zusammenarbeit zwischen Deutschland und Georgien, gerade und auch auf kulturellem Gebiet. Die beiden Bücher, die Sie, Herr Premierminister, mir eben übergeben haben, zeugen, und so habe ich begonnen, von einer bewegten Geschichte in Europa. Und diese Geschichte, die mahnt uns, die richtigen Lehren für die Zukunft zu ziehen. Daran haben Sie, Herr Premierminister, bei der Verleihung des Karlspreises an Hermann van Rompuy vor wenigen Tagen eindringlich erinnert. Und heute schlagen wir in dieser Geschichte, wie ich finde, eine neue Seite auf, die nicht von Krieg und Spaltung, sondern von Partnerschaft, Vertrauen und von Freundschaft handelt. Und dafür zu arbeiten, ist in diesen Zeiten, meine Damen und Herren, aller Mühen wert. Herzlichen Dank.